მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. ასევე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გვიყუროთ Facebook-ზეც, პალიტრა ნიუსის გვერდს თუ მოძებნით და ასევე შეგიძლიათ YouTube-ზეც გვიყუროთ თუ მოძებნით პალიტრა ნიუსის არხს. იცით რომ გუშინ ოპოზიციური ალიანსი დაფუძნდა, შედგა ეს ერთობა და შესაბამისად ამ ერთობაზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემის პირველ ნაწილში, რას ისახავს მიზნად, რა ტიპის ერთობაა ეს, რა შეიძლება მას გამოუვიდეს და რა პერსპექტივა აქვს ზოგადად ამ ერთობას. ირაკლი ფავლენიშვილი იქნება ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, რომელსაც მივესალმები, გამარჯობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ის. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და მოდი ასე ვთქვათ ვისაუბროთ ამ ერთობაზე, რა არის ეს ერთობა, რა ტიპის ერთობა, გაგვარკვიეთ ჯერ პირველ რიგში ჩვენი მსმენელების და მაყურებლების და მერე უკვე შეკითხვასაც დაგისვათ. მივესალმებით თქვენ მაყურებელს, რა თქმა უნდა არსებობს ინტერესი საზოგადოებაში და ჩვენ საუბრობდით თვეების მანძილზე ფაქტობრივად უკვე ამ ერთიანობის ფორმატის შექმნაზე. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ახლა ბოლო პერიოდში უკვე ზუსტდებოდა ბოლო დეტალები და ამიტომაც ახლა საუბრობდით რომ უკვე ფინალურ ფაზაში ვიყავით. ხელმომწერი პარტიების რაოდენობა ვიცით და ვიცით ალბათ ვინც არიან ხელმომწერები. თავარი იყო ის რომ ვინც წინააღმდეგობაშია, ვინც არ აღიარების პოლიტიკას მიყვება, ვინც de facto ხელისუფლებად მიიჩნევს ივანიშვილს, ვინც მათ შორის არ ვიცი ხა ძალიან მარტივ მაგალითად რომ მოვყვანო რუსთაველზე მარშები რომ იმართება ყოველ შაბათს ან თუნდაც გუშინაც ვიყავით შეთანხმების შემდგომ რუსთაველის გამზირზე გასულები, ვინც ჩართულები ვართ ამ პროტესტში. ხო, მოდი ჩამოვთვალ მაშინ ამ პარტიას, ეს არის კოალიცია ცვლილებისთვის, ანუ ეს არის გვარამია მელიას გაერთიანება და ზურა ჯაფარიძის ზურა ჯაფარიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ანუ თქვენ სტრატეგია აღმაშენებელი გიორგი ვაშაძე, ფედერალისტები, ეს არის გიგა ბოკერია, EDP, მას ვინ წარმოადგენდა, ხო, დროა გამომჩა, ელენე ხოშტარიას პარტია, ასევე არის კოალიცია ცვლილებისთვის წევრი და ევროპული საქართველო, ამას წარმოადგენს კაკო ბობოხიძე და გიგი წერეთელი, ხო, და თავისუფლების მოედანი. ამ გაერთიანებაზე თქვენმა ოპონენტებმა და ბევრად თქვა, რომ არის იგივე ნაცების გაერთიანებაო, ხო, ჯერ დაიშალნენ და მერე შეიყარნენ ერთად და ერთადერთი არანაცური წარმოშობის პარტია არის თავისუფლების მოედანი. დარჩენ ყველა ნაციონალური მოძრაობიდან გამოყოფილი ხალხია, ასე თუ. მესმის ეს კითხვა, სხვა შორის ბევრს დაებადა, მაგრამ მე სხვანაირად უყურებ. სიმართლე გითხრათ, ნაციონალურ მოძრაობაზე თუ მიდგა საქმე, სანამ შევიდოდით ეთერში, საუბრობდით 80-იან წლების პოლიტიკაზე მე და თქვენ და 80-იან წლებში მოხდა რაღაც ახალი პოლიტიკური სპექტრის დაკომპლექტება და ახალი საზოგადოების ფორმირება, რომელიც პოლიტიკაში იყო წლების მანძილზე და რომელიც განსაზღვრავდა პოლიტიკურ ამბებს გინდა ოპოზიციიდან, გინდა ხელისუფლებიდან. მერე ვარდების რევოლუციას მოყვა ეს ამბავი და ვარდების რევოლუციის, ასე ვთქვათ, იდეის ხარდამჭერ ხალხად უფრო მივიჩნევ ამ ერთობის წარმომადგენლებს. მე თუ ამაზე წავიდა პოლიტიკურ ფესვებზე თუ წავიდა საქმე, ესე შევაფასებდით, რომ ხა ნაციონალური მოძრაობის წევრი იცი რაც ცოტათი პირობით იცნება რატო. ნაციონალური მოძრაობა როცა ხელისუფლებაში მოვიდა, აერთიანებდა ძალიან ბევრ პოლიტიკურ ჯგუფს. შევარნაძეს რეჟიმის დასასრული გამოიხატა იმაში, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის შევარნაძის რეჟიმის ყოფილი ნაწილიც წარმომადგენლებიც იყვნენ ოპოზიციაში, ხო, უკვე გადასულები. ამიტომაც ნაციონალური მოძრაობის ბევრი ისეთი წევრია, რომელიც დღეს ეგრე მაგ ლოგიკით დღეს ოცნების პროპაგანდისტულ არხებს ვეუბნებოდი, მაგ ლოგიკით კაცო ოცნების ბევრი წევრი არის ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრი. ამას ახლა მე სხვანაირად გავმარტავ, მე ამას რაღაც აი ამ არასდროს არ ვიზერებდი რა თქმა უნდა ამ პოსტულას და არ ვიხდებოდი ნაციონალურ მოძრაობაში რომ რაღაც დონეზე თანა ტოლფასობას ტოლობის ნიშანს ვამტე, ხო, ნაციონალურ მოძრაობას და ივანიშვილის რეჟიმს შორის, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა პოლიტიკურად განსხვავებული ძალები არიან, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციით, შიდა პოლიტიკური მიმართულებებით. უბრალოდ კონფორმისტები ვინც აღმოჩნდნენ და ვინც გამოდგა რომ არც რეპრესიისთვის იყო მზად და არც ოპოზიციაში ბრძოლისთვის, პირდაპირ გადავიდა ოცნების რიგებში, ხო და ესეთები სამწუხაროდ ბევრი არიან ხოლმე ყველა ხელისუფლებაში. და იგივე მოხდა ნაციონალურ მოძრაობის დროს ბევრი აღმოჩნდა ესეთი კონფორმისტი, იგივე რა ვიცი, პორტირებულ ფეოდალებს რო ეძახიან, რომლებიც თუნდაც მაჟორიტარულ ოლქებიც კი არ შეუცვლიათ და ასე შემდგომ. საჯარო მოხელებსაც. ამიტომ ახლა ამ ლოგიკით ნაციონალურ მოძრაობა ძალიან ფართო ცნება გახლავთ, მაგრამ უფრო მეტად ვიტყოდი რომ ვარდების რევოლუციის იდეის მომხრე ვინც არის და ერთგული დასავლური ორიენტაციის მომხრე და ერთგული ვინც არის, რომ ვარდების რევოლუცია უკავშირდება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ რომ ის იყო თავი ლიდერი, მაგრამ უკავშირდება აი კორუფციის, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას, პროდასავლურ ორიენტაციის მხრივ უფრო აქტიურ ნაბიჯებს, რეგიონალურ ცენტრად ქცევას, აღმოსავლური პარტიორობის ფორმატს და იმ ამბებს, რაც მოხდა საქართველოში და იმ დაჩქარებულ განვითარებას და სახელმწიფო ინსტიტუციების შენებლობას. და როდესაც პოზიტიური კუთხით, პოზიტიური კუთხით რაც ახსოვს ალბათ ბევრ ადამიანს, თორე
არის ის ხალხი, რომელსაც რაღაც ნეგატიურებიც აქვს და განსხვავებული მიდგომები აქვს და საერთოდ არ არის ნაცნობროს მიმდევრები. ამიტომაც ვიზახი, ის ხალხი უფრო მეტად აი ამ ფესვების მქონე არის ჩემი დაკვირვებით. თავისუფლების მოედანია, რომელიც ნამდვილად არ გახდა რაღაც ნაცნობროს რაღაც არც ერთი ეპოქის ლიდერშიპში არ იყვნენ და არც პარტიულ სიაში არ იყვნენ. მე ვისაც ეხლა ვიხსენე პორტფოლში არც ერთი მათგანი არ იყო ასეთი ნამდვილად და მათ ყველაზე ნაკლებად აქვს ალბათ ნაცური ფესვები, მაგრამ აი ეს აზრი რო აქვს და ეს წარმოდგენა რო აქვს ვარდების რევოლუციაზე კარგად ვიცი. აი ამიტომაც ვსაუბრობ, სინამდვილეში ეს არის ხალხი, რომელიც იზიარებს აი თანამედროვე დასავლური ტიპის ქართული სახელმწიფოს იდეას. ნაცნობ მოძრაობასთან კი არ არის დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ. ნაცნობ მოძრაობა ამ იდეის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი იყო იმ მხრივ, რომ ხელისუფლებაში იყო და ამ იდეას ემსახურებოდა და შეიძლება რა თქმა უნდა მათი აზრით უარყოფითი კუთხით უფრო მეტი ასე ვთქვათ აზრი აქვს უარყოფით პრობლემებთან და პრობლემურ ნაწილებთან დაკავშირებით ვიდრე ჩვენ, მაგრამ საბოლოოში ამ დადებით ნაწილს ისინიც აფასებენ, ხო, ამ ვარდების რევოლუციის და შემდგომ პერიოდის და ეს უფრო არის გამაერთიანებელი და რაც შეეხება აი ამ მუდმივ ნაციონალურ მოძრაობასა და კოლექტიურ ნაცნობრობაზე საუბარს, აი გუშინ რუსთაველზე ვიყავ მე გასული და შევხვდი ადამიანს და მე რა ხშირ ძალიან ხშირად ხარ ხოლმე და არ გესწავლება ჩემგან რამდენად განსხვავებული ადამიანები არიან ეგ შეკრებილები, იმიტომ ვიზახი რომ ბევრი საერთოდ არ გახვალ ნაცნობრ მოძრაობის მომხრე, ბევრი გახვალ კიდევაც ზოგი პირადად რამ მნიშვნელობას ბევრი ადამიანი ყველა იყო ძალიან გახარებული, ყველა გვილოცავდა, ყველა ამბობდა რომ ელოდა ამ ნაბიჯს და უნდოდა რომ ნაბიჯი გადაგვედგა, იმიტომ რომ მათ მარტივი ასე ვთქვათ ლოგიკა აქვს, ხო? თუ ვარ წინააღმდეგობაში ერთად, თუ დე-ფაქტო ხელისუფლებას ვეძახით, თუ პროტესტში ვართ ერთად, თუ ერთად იჭერდნენ ამ პოლიტიკურ ლიდერებს, ხო? ერთდროულად შეთითხმები ბრალდებებით, თუ მათ შორის აქტივისტების წინააღმდეგ, აი პარტიის აქტივისტების წევრების წინააღმდეგ მიმდინარეობს ერთნაირად პროცესი დევნის, ხო? და მათ შორის რუსთაველზე ვდგავართ და ტროტუარზე გვიჭერენ, ასე რომ მაშინ ბარეგა მივყოთ ერთ ფორმატში, რაც უფრო ხშირად შევხვდებით, მით უფრო კარგად, ძალიან პრაქტიკული ამბავია და საქმიანი ამბავია. მით უფრო ბევრი იდეა დაიბადება, მით უფრო ეფექტურ კონტრმესიჯებს მოვიფიქრებთ, იმიტომ რომ ის მესიჯ ბოქსი და ის პროპაგანდა მუშაობს ძალიან თანმიმდევრულად და ერთსახოვნად. მათ შორის საგარეო ვიზიტები დაიგეგმება და ბევრად უფრო წარმატებული შეიძლება იყოს, როდესაც ამდენი ოპოზიციური წარმომადგენელი ერთად იქნება. ივანიშვილმასაც არ გამოეპარა თავისას პოლიცსაბჭოს განცხადებაში მოხვდა ქართული ოცნების პოლიცსაბჭოს განცხადებაში მოხვდა რომ აი ოპოზიცია აპირებს რაღაც ამერიკაში წასვლას გაერთიანებულად. ეს რისი ნიშანი იყო, იცი მე რა ამერიკას მოუწოდებდა რომ ეხა ფსონი არ დადოთ მაგაზეო. და რა თქმა უნდა იყო წუხილის ნიშანი და მათ შორის შეშფოთების საგანი რომ მათთვისაც მიუღებელი და სახიფათო არის ეს გაერთიანება, იმიტომ რომ ეს უმარტივესი რაღაც გახავთ. საქმეს როცა ერთად აკეთებ და ერთ ღერძი გაქვს სტრატეგიული არჩეული, რაც უფრო ეფექტურად და ინტენსიურად თანამშრომლობ, უკეთესია ამ საქმისთვის. ყველგან ეგრეა, ყველა დარგში ეგრეა, პოლიტიკაში მით უმეტეს ეგრეა და ეს შევახსენებ მაყურებელს. ძალიან განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანების შედეგად იდება ხოლმე შედეგი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ნუ დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში. გვახსოვს ვალიმაგი და თავისუფალი საქართველო, სადაც ასევე რამდენიმე აქტორი იყო, რომლებიც მათ შორის წარსულში და შემდგომში ძალიან დაუპირისპირდნენ კიდევაც ბევრჯერ ერთმანეთს, ძალიან სამწუხარო შედეგებამდეც მივიდა ეს ყველაფერი. იყო შემდგომში ვარდების რევოლუცია და ჩვენ საუბრობთ რომ აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური ლიდერებიც კი ერთად აღმოჩნდნენ და ბევრს არ ახსოვს ახლა ეს იმიტომ რომ ცოტა უკვე დაშორებული მოვლენაა და ბოლო-ბოლო ახლა კაი მე პოზიტიურ ცვლილებებზე ვისაუბრე ჩემი განმსაკუთრებიდან ვიტყვი იმ ცვლილებაზე რომელიც ახლა ჩვენი განმსაკუთრებიდან არ იყო პოზიტიური მაგრამ ივანიშვილის მოსვლის დროსაც ივანიშვილმა შეძლო პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი გააერთიანა ასეთი გაერთიანებების გარეშე ჩვენნაირ ქვეყნებში სადაც დემოკრატიული ინსტიტუციები საკმაოდ სუსტია სამწუხაროდ ხო რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ხომ ახლა ბოლო-ბოლო რაღაც შორს წავიდეთ მაია სანუ რო ამბობთ რომ ჩვენი კარი ღია და ყველას მივიღებთ წინააღმდეგობაშია ჩართული და პირად კონფლიქტებს და ყველაფერს გვერდზე გადავდებთ ძალიან მარტივი მაგალითი ყავს აგერ წარმატების მაგალითი მოლდოვაში როდესაც მაია სანდუ პირდაპირ მაია სანდუ მიჩნეოდა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალად ის ძალა რომელთაც მან ალიანსი დადო იყო მიჩნეული პრორუსულ ძალად მაგრამ მათმა გაერთიანებამ პლახატნუკის ოლიგარქის რუსებთან დაკავშირებული ოლიგარქის სისტემის დემონტაჟი განაპირობა ამიტომ მე ვფიქრობ რომ იმ პირობებში როდესაც გეოპოლიტიკურად ყველა ასე ვთქვათ მოკავშირეს ბჭყალებში ივანიშვილის წყალი აქვს შეყენებული როდესაც ყველა კარგად ხვდება რომ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟის შემდგომ როგორი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყანაში ხმასწავლებლად. მაგრამ აქ საუბარია რამდენად დადებს რაიმე შედეგს. ეხლა ეს გაერთიანება მოიტანს რამაც ცვლილებას პოლიტიკურ დღის წესრიგში თუ ვერ მოიტანს, ხო ხტებით? ხო, ეს ახლა ეს არის აქ კითხვა. თუ უბრალოდ გაერთიანება იქნება ახლა გაერთიანებისთვის. ის რა გაერთიანებისთვის ნამდვილად არ არის, მე ვთქვი რომ ამ ეტაპზე პოლიტიკური მოცემულობა იყო ისეთი, რომ საჭირო იყო ეს გაერთიანება, იმიტომ რომ ხალხი ცელოდა ამას, ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან, რომ როდესაც ვსაუბრობ ჩვენ რეჟიმის მიერ გააქტიურებული რეპრესიების პირობებზე, აქ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ტექნიკური კუთხითაც, თუნდაც ადამიანური კუთხითაც რესურსების სიმწირის პირობებში მნიშვნელოვანია ასეთი ერთიანობა, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, თან ახლა ერთ ბეთქვეშ რო ხარ და ერთად რო დგახარ აქციაზე და ერთი სალაპარაკო, ასე ვთქვათ, ძირითადი
სტრატეგიული ხაზი რო გაქვს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, რა თქმა უნდა, ჯობს ერთიანი იყო, როდესაც რეჟიმს აქვს მიტაცებული ყველა ინსტიტუცია, ყველა ფინანსური რესურსი და არის ეს რაღაც მონსტრად ქცეული, რეპრესიულ მონსტრად, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, წყალი აქვს შეყენებული, მაგრამ სინამდვილეში ესე არის, ხო, ყველაფერი მიტაცებული აქვს, ფინანსური რესურსი დიდ ძალს ფლობს და ამ დროს ნამდვილად ჯობია ფრაგმენტაციას იყო ერთიანი. შედეგი დაიდება თუ რა ჩვენზეა დამოკიდებული და არავის სხვაზე. მე ცალსახად ვიტყვი, რომ ნამდვილად უკეთესი იყო ის, რაც მოხდა, რა შედეგს გამოიღებს, ეს უკვე მომავალზეა და ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა აი ამ ცალ-ცალკე მოქმედებებს ნამდვილად ჯობდა ყოფილიყავთ ერთიანები და ეს ფორმატები მუდმივად კარგი არის, აი დონალდ ტრამპის აგრარულ პოლიტიკას თუ ვაკურდებით, ხო ის რატომ ცდილობს რომ მუდმივად შექმნას სხვა ფორმატები, მუდმივად შექმნას მაგალითად ეს მშვიდობის საბჭო, სადაც ბევრისთვის საკმაოდ განსხვავებული შეხედულებების და არც თუ ისე ჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მქონე ქვეყნებსაც იწვევს, იმიტომ რომ როდესაც რაღაც ფორმატები იქნება და აქ ყოველდღიური პოლიტიკური საქმიანობა მიდის მაშინ მიდიხარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე, მაშინ მიდიხარ ეფექტურ ნაბიჯამდე, როცა უფრო ცოცხალია პოლიტიკური პროცესი და ამის გარეშე არ გამოვა. მე ეს მაგალითები, რაც ჩვენი წარსულიდან მოვიყვანე, იმიტომ არის კარგი მაგალითები, რომ ეს უფრო აჩქარებს ხოლმე პროცესს და უფრო ადუღებს ხოლმე პოლიტიკურ ტემპერატურას. აი ეს არის ჩემი აზრით თავარი განპირობებელი იმის, რომ საჭირო იყო ერთიანობა. ხო, მაგრამ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? შემდგომი ნაბიჯი, რა თქმა უნდა იყოს კონკრეტული აქციები, უნდა იყოს კონკრეტული შეხვედრები ბევრი საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენელთან. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ რეჟიმზე, რომელიც მარტო ნაცებს და თუნდაც კოლექტიურ მოძრაობას რო იძახს, იმ ხალხს უკვე აღარ აღიზიანებს და არ უპირისპირდება იქ ბანკანების შესახებ მიიღეს კანონი, რომელთაც კონკრეტული სეგმენტი გადაინტერესეს, იქ არაბულ ქალაქზე ისეთი გადაწყვეტილებები მიიღეს მის მშენებლობაზე, რომ კონკრეტული სეგმენტი მათ შორის საზოგადოების გადაიკიდეს, განათლების დეფორმაზე ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომ აკადემიური სივრცის დიდ ნაწილს იმხედრებენ. ამ ხალხთან საჭირო საუბარი და მათ შორის როცა ვსაუბრობთ საზოგადოებრივ ჯგუფებზე, ისინიც გააქტიურებულები არიან. ახლა ჩვენ უახლოეს მოვალში გვეგმოთ შეხვედრებს პირველ რიგში საზოგადოებრივ ჯგუფებთან. არსებობს ფორმატები, სადაც ბევრი აი ამ პროტესტში ჩართული ჯგუფის წარმომადგენლები იკრიბებიან, ხვდებიან ერთმანეთს. მათთანაც გვექნება ინტენსიური ურთიერთობა. მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრაც, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებაზე, რაც უფრო ერთიანია ოპოზიცია, რაც უფრო კაფეო ჩვენ ვისწრებთ, რომ ძალიან იმას რა ქვია, შეშფოთდა რეჟიმი, რომ რაღაც ვაშინგტონში გეგმავთ ვიზიტს. არა, იგეგმება, მაგიტომაც მაგალითად დონის ვიზიტებს ხდება. არა, ეს მნიშვნელოვანი იქნება ისეთ დემონსტრაციისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, რომელიც არის კულტურული ქვეყანა, ხო? ჩვენ ხო არ ვართ მართლა ეს რაღაც ბარბაროსული ქვეყანა, ხო არ უნდა ვიქცეთ, რომელსაც არავისთან კონტაქტი არ აქვს, იზოლირებულია და ხელს არ ართმევენ და დასავლურ სამყაროში კი არა, ზოგადად რაღაც შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა კონტექსტიდან, პოლიტიკურ კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, ხო? ჩვენ გსურს ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც აფასებენ, პატივსცემენ, ხვდებიან, ხელს ართმევენ. და როდესაც ივანიშვილის რეჟიმს ესეთი მწვავე პრობლემა აქვს და არ ვიცი ხა უნგრეთში თუ ხელისუფლება შეიცვალა, მე მართლა სადღაწავლენ, მართლა ძალიან რთული წარმოსადგენია, იმიტომ რომ მე პირადად ძირითადად ხდება ხოლმე ევროპის დასავლური სამყაროდან მხოლოდ ამ ქვეყანაში ვიზიტები, მათი თუ სხვა ქვეყნებში ხორცელდება ვიზიტები, ძალიან დაბალი დონის შეხვედრებია იმ ხრივ რომ არ ხვდებიან ხოლმე არც მინისტრებს და არც მაღალი თანამდებობის პირებს და ხვდებიან რაღაც კონფერენციებზე მიდიან ხოლმე ძირითადად და როდესაც ამის საპირწონედ დაიდება შედეგი რომ უფრო მაღალი დონის შეხვედრებს მართავს ოპოზიცია, ეს ბევრისთვის იქნება ძალიან კაფეო ნიშანი თუ რას უდრის ოპოზიციის მოსვლა, რომ იმას კი არ უდრის, როგორც ივანიშვილი ძახს რაღაც დესტრუქციას და უარყოფით პროცესს ამ ქვეყნისთვის პირიქით. იმას რომ ქვეყანა აღარ იქნება იზოლირებული, აღარ იქნება სანქცირებული, საბანკო სექტორი აღარ იქნება ასეთი საფრთხის წინაშე, როგორც ეხლა, ხო? ეხლა ჩვენ რომელ პირობებში ვცხოვრობთ, რომ ბრიტანული სანქციები დაუწესდა ორ პროპაგანდისტულ გიგანტს გულისხმობ იმ ხრივ, რომ ფინანსური თვალსაზრისით ძალიან დიდი ფული იყო ჩასხმული ამ ორ პროპაგანდისტულ ტელევიზიაში, ეს უდიდეს საფრთხეს უქმნის უკვე მთელ კომერციულ ყველა აქტორს საქართველოში ფინანსურ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს და როცა ამ სანქციების განგრძობადობაზე საუბრობენ, ეს საფრთხე უფრო და უფრო გაიზრდება ყოველ მომდევნო ეტაპზე და ჩვენ ალტერნატივას დავანახებთ ამ ხალხს, რომ ერთი მხრივ არიან ეს ადამიანები, რომლებსაც იმდენად აქვს. ხო, რამდენად იქნებით თქვენ აღქმული ალტერნატივად, იგივე ხალხის თვალში, იგივე ვთქვათ, დასავლეთის თვალში, ხა გიახოხაშვილი ამბობდა, რომ ელექტრონული თვალსაზრისით დიდად არ აღემატებიან იმ პარტიებს, რომლებიც გაერთიანების მიღმა დარჩნენ. ხო, გულისხმობ ალბათ ლელოს და რომელ სოციალურ კვლევას ეკნობა არ უც ბატონი. ალბათ ლელოს და იმას გახარეს და ანუ 2024 წლის არჩევნების ორი მსხვილი მონაწილე დარჩა მიღმა ამ გაერთიანებას. იცით რა, ბატონი გიას წონა რამდენად ექნება ამ გაერთიანებას? ნუ ბატონ გიას ამ პოზიციას ახლა მე არ გავიზიარები ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ვაშინგტონშიც ხო იციან მათი რეიტინგებია და ნუ ახლა არიან თქვენთან პარტიები, რომელსაც ახლა სიმბოლურად არიან პარტიები, ხო ამ გაერთიანებაში რეალურად. აი ისე მარტო რაღაცა აი უახლოესი სოციოლოგიური კვლევები ნებისმიერად ჩატარდება და არჩევნები სადაც ჩატარდება, აი ღმადვალ დარწმუნებული სრულ პასუხობრივად ვაცხადებ, რომ გამოჩნდება, რომ ბატონი გიას სიტყვები აბსოლუტურად არ გახლავთ სწორი და ფაქტობრივ მოცემულობასთან არ იყოფება კავშირში, იმიტომ რომ როგორც სხვა აქტორებზე როცა ვსაუბრობ, არ მინდა ხა მასზე ვისაუბრო მუდმივად, მაგრამ მათი რეიტინგი ზოგადად რა არის თავი აი მარტივ რაღაცას ვიტყვი.
რუსთაველის მაგალითად რატომ მოვიყვანეთ დღეს საზოგადოებაში ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში მთავარ ღერწს, მთავარ ძარღვს წარმოადგენს ის ხალხი, რომელიც დგას რუსთაველს. რუსთაველზე მდგომი ხალხი იყო ამ ერთიანობის უდიდესი ნაწილი, მე ისედაც ამეთანხმები მერაბ და ხა გუშინ არ ვიცი ხა ყველაზე ნაკლებად არიან ფარისეული ხალხი და მეტყოდნენ რომ არ მოწონებოდათ და რომ ზოგიერთს ქონდა ეს შეიძლება რაღაც ოპტიმიზმი, მაგრამ ფრთხილი ოპტიმიზმი და კითხვები, მაგრამ აი ყველა იყო პოზიტიურად განწყობილი ამ ამბის მიმართ. თითოეული ადამიანი, ვისაც ხელით ჩამორთმევდა, ნახე და შევეცადეთ რომ ყველა გვენახა და ის ხალხი არის მთავარი გამსაზღვრელი აი ამ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, დღის ესრგის ოპოზიციურ მხარეს, იმიტომ რომ სხვა ადამიანები შეიძლება ოპოზიციურად იყვნენ განწყობილი, მაგრამ არიან პასიურები. თუნდაც სოციალურ ქსელში, თუნდაც სატელევიზიო სივრცეში, თუნდაც ქუჩაში ეს ხალხი ქმნის ამინდს და ამ ადამიანების დაკვეთის შესრულება არის მნიშვნელოვანი ყველა რეალური ოპოზიციური პარტიისთვის. პროტესტში და ქუჩაში ეს ხალხი ქმნის ამინდს, მაგრამ არჩევნებზე სხვა ხალხი ქმნის. არა, არჩევნებზე ის ხალხი შექმნის დამიჯერეთ, იმიტომ რომ აქტიური მოქალაქეები შექმნიან დღის ესრგს, აქტიური მოქალაქეები განსაზღვრავენ. არჩევნებზე მიდის და ისინი გამოხატავენ. არ კი, მაგრამ ისინი გამოხატავენ. ისინი გამოხატავენ საბოლოო ჯამში და ისინი აძლევენ მიმართულებას აი ამ პოლიტიკურ დინამიკას. და მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოჩნდა ეხლა, აი, მაშინ მოვიყვან პირდაპირ მაგალითს, გამოჩნდა ხო ამ მუნიციპალურ არჩევნებში რამდენად ჩვენი გზა როცა განსხვავებული იყო და საპროტესტო ელექტორატა უფრო თავსებადი იყო და მათი რო არ იყო თავსებადი და განსხვავებული გზა იყო, ნახეთ ხო როგორ დრამატულად შემცირდა მათი ხარდაჭერა 3-ჯერ, 4-ჯერ და მეჯერ ხო ზოგიერთ ქალაქში ხო და ამიტომაც ეს ტენდენცია გაგრძელებულია გუშინ ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი ნახე რუსთაველზე, რომლებიც მეუბნებოდნენ რომ ჩვენ აღარც გვაქვს, ну აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ ну ჯობია რომ კიდევ იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა რომ რაღაც კარი გავიგე, მაგრამ ნუ ლელოს იმედი ქონდათ გახარია გასაგებია მან თავიდანვე თქვა. ახარეს იმედი მე სალსახად ვიტყვი რომ მისი განცხადება გამომდინარე რომელიც ესეთი კონფრონტაციული გახლავთ ეხლა როგორ უნდა ფიქრობთ ზოგადად პროტესტზე აღარ მოდის ეს ხალხი იძახის რომ პროტესტმა აზრი დაკარგა თურმე რა მოხდა რა შეიცვალა პოლიტპატრონები გათავისუფლდნენ ამ ქვეყანაში თუ რეპრესიულ კანონებს აღარ იღებენ თუ რატო დაკარგა ამ პროტესტმა აზრი ვერ გავიგე ვერ გავიგე ეს ბჭყალებში ვერ გავიგე თუ სიმბოლოში კარგად გვესმის რომ მათ აირჩიეს კომპრომისული გზა მათ აირჩიეს რაღაც პარლამენტში დაждდომა და რაღაცა ბჭყალებში პარლამენტის ტრიბუნის გამოყენება ქვეყანაში და დიქტატურა მყარდება პარლამენტის ტრიბუნის გამოყენება ძალიან არადეკვატურად ჩანს რომელსაც მით უმეტეს დასავლურ სამყაროში არავინ არ აღიარებს და რაც შეეხება აი ამ ჩვენ ვიზით საუბრობთ ხო მეორე პოლიტიკურ ძალაზე რომელსაც ჩვენ საუბრობთ ლელოსთან დაკავშირებით ახლა თუნდაც აი ძალიან მარტივი ტესტია ჩემთვის ეს ხალხი აქციაზე დადის მარშზე მაინც მოდის ხოლმე შეიძლება ისეთი ინტენსიურად აღარ დადიან მაგრამ მაინც მოდიან ხო მათი წარმომადგენლები თუნდაც აქციებზე და ზოგადად მათი ქმედებიდან გამომდინარე ის რომ მაინც ჩვენთან მოდიოდნენ შეხვედრებზე რაღაც დონის კონსულტაციებში მაგრამ გუშინ ირაკლი კუპრაძე ამბობდა რომ ხო არსებობს ეს ქარტიას ხელი მოვაწერეთო და რა ახალი რაღაცა კიდე ხელმოწერა და გაერთიანება რაღაც საჭიროა თუ აქ არ არის საუბარი კოალიციაზე არ არის ერთიან სიაზე და ასე შემდეგ ხო ამაზე არ არის საუბარი ნუ ეს ეხლა მაგაზე საუბარი ძალიან არადეკვატური ხდება ქვეყანაში რაც არჩევნები გაუქმებულია რა ჩვენ უნდა საუბრობდეთ იმაზე რომ თავისუფალი არჩევნების მივაღწიოთ ამ ქვეყანაში ისეთ პრინციპებით და ისეთ პირობებით ჩატარებულს რომელსაც აზრი ექნება ეხლა ეს პროცესი არ არის ამ ქვეყანაში და ამიტომ ეხლა ამ დროს რომ ჩვენ რაღაც საარჩევნო ერთობა შევქმნათ აბსოლუტურად არადეკვატური იქნება მაგრამ ლელოსაც კარგად ესმის დარწმუნებული ვარ სინამდვილეში რომ ეს ერთობა არის პოლიტიკური რეალური მოცემულობა და მათი გადასაწყვეტია მიიღებენ თუ არა აქ მონაწილეობას მე არ მიმაჩნია რომ ელექტორალურ თვალსაზრისით ისინი დაზიანდებიან რბილად რომ თქვა არ მიმაჩნია ასე იმ შემთხვევაში თუ აი ამ პოლიტიკურ პარტიებთან იქნებიან კოორდინაციაში და თანხმედრაში იმიტომ რომ მათ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ არა აი ამ რაღაც სტერეოტიპების საფუძველზე რომ გავნაცდებით თუ არ გავნაცდებით არამედ იმ მარტივი მოცემულობის საფუძველზე რომ ან ხარ წინააღმდეგობაში ჩართული ან ამ პოლიტიკურ პროცესში და ამ დუღილში იღებ მონაწილეობას საპროტესტო წინააღმდეგობის დუღილში ან იმიჯნები და ეხლა არიან პოლიტიკური აქტორები რომლებიც მკვეთრად ემიჯნებიან ამ საპროტესტო ტალღას და ამ წინააღმდეგობას ხო იგივე გირჩი არის რომელსაც ვიცით ახლა რომ გამიჯნულია ეს პოლიტიკური ძალა და ორსახოვანი მესიჯი არ გააჩნია რა თანიქაც არ არის და თანაკაც არ არის ნათქვამი აქვს რომ აი არ გჯერა ამ პროტესტის ამ წინააღმდეგობის არ გჯერა არ მოგწონს და არ იღებენ მონაწილეობას გახარიაც უფრო კაფეოდ იძახის უკვე ამას და ბოლო თვეების მანძილზე ახლა ჩვენ რო გვეუბნებიან თქვენი კარი ღია იყო ანუ რეალურად ეს საკითხი ესე არ დგას ყველა მიცოდა რომ კარი გაგვეღო თუ დაგვეკეთა მაინც არ მოვიდოდა ეს ხალხი და ლელოს მესიჯის გამო და ლელოს დღის ესრგის გამო უფრო ესეთი ილუზია ჩდება საბოლოო ჯამში თუ არ ჩდება ილუზია და რეალური შანსია ამას ნახავთ მაგრამ ჩდება ადამიანს წარმოგიდგენია რომ შეიძლება ამ ხალხს მოუნდეს ამ წინააღმდეგობაში ყოფნა და ჩვენი კარი ნამდვილად ღია არის ამ შემთხვევაში მათთვის. თუმცა ხო, გუშინაც მოვისმენე მათი განცხადებები მე. ხო, ნუ მე არ ვიცი რატო გრჩევათ ეს შეიძლება რომ მათ შეიძლება მოუნდეთ ამ წინააღმდეგობაში ყოფნა. არა, თეორიულად ესეც არა, მე ვამბობდი ბოლო პერიოდში გუშინ მოვისმენე მათი განცხადებები, მაგრამ მანამდე მეთქი ამ თვეების მანძილზე თუნდაც აი ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვანდი ისევ რუსთაველს დაუბრუნდები რუსთაველზე ეს ხალხი მაინც მეკითხებოდა აი ლელო რას აკეთებს ანუ ლელო რას ლელოსთან დაკავშირებით კითხვები მაინც უჩნდებოდა ამ ადამიანებს რომ აი რას აპირებენ და რა ვიცი ხა ჩემო ნაციონალს მომწერა რომელიც ძალიან ოპოზიციურად განწყობილი კი მაგრამ
მაგრამ ისინი აშვებიანო ლელო, იმიტომ რომ ლელო აინტერესებდა, მაგრამ გახარიაზე არ მოუწერია და რუსთავზე მგონხავს, არც გახარიაზე არ უკითხავს და არც გირჩი არ უკითხავს, მაგალითად. ისინი აპირებენ თორემ რომ ძალიან მკაფიოდ იყო განსაზღვრული მათთვის ეს პასუხი წინასწარ. ხო, ну, საბოლოო ჯამში მე რო ვხვდები ლელო ამას არ უერთდება, ანადოლიძის იმედი ჰქონდათ, რომ მგონი ისიც არ უერთდება. ისიც არ, ну, გასწრები ამას მოწოდებით ნახე და აი ამ მდგომარეობაში დარჩება ეს პარტიის გაერთიანება, ანუ ამ ეტაპზე ხო, ალიანსი ამ ეტაპზე ასე ჩანს და შესაბამისად გაქვთ რა ჩამოყალიბებული რა გზით მიდიხართ, ანუ ეს არის რაღაცა კუჩის პროცესი იმზადება არჩევნებისთვის, ბევრს ეს კითხვა აქვს თუ ორივე ფიქრობთ რომ ორივე გზა ერთმანეთს ხელს არ უშლის და ასე შემდეგ. არჩევნებისთვის ზადება როგორ არის? ნახე, ჯერ ისე თუ შენ პოლიტიკურად აქტიურად ხარ ჩართული პროცესში და რეალურად სწორ პოლიტიკურ პოზიციას იკავებ, ეს თავისთავად ნებისმიერ მომენტში ამ ლოგიკით მივიდნენ საარჩევნო კამპანია. ხა მე თუ არასწორ პოზიციას დავიკავებ ამ მომრჩევლისთვის და ვიქნები მორალურად და პოლიტიკურად არასწორ პოზიციაში, საარჩევნო კუთხით ჩემთვის დამაზარალებელია და როცა რეალურად საარჩევნო პროცესი არ არის ამ ქვეყანაში, მაინც რეალურად რაღაც მომენტში ადამიანების მიმხრობის, არ მიმხრობის კუთხით ხო ეს პოლიტიკური პროცესი მაინც მიმდინარეობს. მაგრამ იმისთვის რომ რეალური საარჩევნო პროცესი ვიხილოთ, იმისთვის რომ ნამდვილად გაჩნდეს შანსი და ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ სპეცოპერაციას რო ვეძახდით მუნიციპალურ არჩევნებს, ამაზე რატო ვსაუბრობთ? ანუ ნდობა უნდა გაჩნდეს ამ მომრჩეველში, რომ საარჩევნო ყუთთან მიიყვანო და თუ არაფერი არ შეიცვლება, თუ არც ერთი წესი არ შეიცვლება და მით უმეტეს ეს რეპრესიული კანონმდებლობა არ შეიცვლება, ეს ფიზიკურად ვერ მოხერხდება. ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ პირველ რიგში იმაზე, თუ როგორ გათავისუფლდეს ყველა უკლებლი პოლიტიკური პატიმარი ამ ქვეყანაში და როგორ უნდა ჩაინიშნოს თავისუფალი არჩევნები. აი ეს არის მნიშვნელოვანი. თავისუფალი არჩევნები, რომელიც იქნება თავისუფალი არა მხოლოდ რაღაც 20%-ისთვის საქართველოს მოსახლეობის, არამედ დიდი ნაწილისთვის და იქნება სანდო გარანტიები იმის, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი. აი ამისთვის უნდა ვიმუშაოთ, საერთაშორისო პარტნიორებთან ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და მათ შორის, რა თქმა უნდა, საპროტესტო მოძრაობა არის წამყვანი, იმიტომ რომ როცა ქვეყანაში ყავს რეჟიმი, რომელიც არ ცნობს დემოკრატიულ თამაშის წესებს, მასთან პროტესტი ყველაზე ეფექტური იარაღია. ხო, გავიგე, მაგრამ ამ პროტესტში ჭირდება ახალი ბიძგი. ჭირდება, რა თქმა უნდა. პროტესტი ჭირდება, რაც თავიდან ამოქოქვა. კი, ფაზები. ამის უნარი ამ გაერთიანებას აქვს, ეს არის აქ თავარი კითხვა. იმიტომ აქამდე პროტესტი თქოს უფრო სამოქალაქო საზოგადოება მიუძღვებოდა, აქტივისტები მიუძღვებოდნენ და ისინი ქმნიდნენ დღის წესრიგს, რუსთა პოლიტიკურ დღის წესრიგს. ეს პოლიტიკური პარტიები რაღაც გვერდზე იყო გაწეული. ეს გაერთიანება ნიშნავს იმას, რომ თქვენ იქნებით წამყვანი ამ პროტესტში. თუ ეს არ იქნება ასე. საბოლოო ჯამში ვინ იქნება წამყვანი ამას თვითონ საქმე აჩვენებს. ეხლა წინასწარ რომ დავიქადნოთ, რომ აი ეს კონკრეტული პოლიტიკური ამ ალიანსს რო დიდი როლი იქნება ამაში, ხომ ვარ დარწმუნებული, უბრალოდ მე არ მინდა ისე თქვა, რომ მარტო ჩვენ გვექნება როლი და სამოქალაქო აქტიური ჯგუფები, რომლებიც არსებობენ, ისინი დაკარგავენ მნიშვნელობას. ყველასე გვექნება დიდი როლი. პოლიტიკური კომპონენტი ამ პროცესში აუცილებლად იქნება. ყველა ხვდება, რომ პოლიტიკური კომპონენტი აუცილებელია ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ ამ ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საფრთხის განეიტრალებაზე. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან სენსიტიურ ამბავზე, რაც უკავშირდება ანახულთა სისტემის დემონტაჟს, ანუ ჩემგონ პერიოდს, როდესაც უნდა მოხდეს პოზიტიური ძვრა ამ ქვეყანაში და უნდა გაახორციელდეს შესაბამისი პოლიტიკური ცვლილებები და ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომელიც მოახდეს სტაბილიზაციას, ხომარეობის და დაბრუნებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე და აქ პოლიტიკური პარტიების როლი რო იქნება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. პროტესტშიც რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების როლი, ამაზეც ორი აზრი არ არსებობს და ამისთვის საზოგადოება უკვე მზად არის. ის ნარატივები, რაც რაღაც 5-6 წლის წინ მე როცა მათ შორის უფრო სამოქალაქო საზოგადოებიდან ვიყავი, ასე ვთქვათ, სამოქალაქო ორგანიზაციიდან ვიყავი, უბრალოდ ჩართული და სამოქალაქო მოძრაობაში ვიყავი, ჩართული 20 მისის მოძრაობაში და სხვა საპროტესტო გამოსვლებში, მაშინ იყო სამწუხარო ეს მიმართულება, რომ თითქოს და პოლიტიკოსებს არ განიხილავდნენ აუცილებელი ელემენტად, თუმცა ეს შეიცვალა, ყველა შემიძლია ამას მივხვდა, რომ მოწონთ არ მოწონთ ეს საჭირო არის საქმისთვის და ეს პოლიტიკური კომპონენტი სახეზე იქნება და ადგილზე იქნება საპროტესტო მოძრაობას ეს შემიძლია ბევრად გამოადგება. მათ შორის რეგიონებშიც როცა ვსაუბრობთ ხოლმე ხა ვიღაცისთვის უკვე ირონის მომგვრელეს რეგიონებში გასვლა, მაგრამ შემდგომში რეგიონებშიც საჭირო არის აქტიური პოლიტიკური კომუნიკაცია და ამ უნდა მოხდეს რაღაც თავკომბალა პოლიტიკური პროცესი იყოს და მარტო თბილისში მიდიოდეს პოლიტიკური პროცესი, ამ ხილვას პარტიებს აქვს დიდი რესურსი და თლიანობაში პოლიტიკური პარტიული კომპონენტი აუცილებელი არის იმისთვის, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა იყოს ეფექტური. თუ ვინ ითამაშებს გადამწყვეტ როლს, ამას საქმე გვაჩვენებს. მნიშვნელოვანი და აუცილებელი იქნება პარტიების როლი სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად. ხო, და შესაბამისად სამოქალაქო ორგანიზაციები ახსენეს და მათთან შეხვედრა ახსენეთ, როდის შედგება ეს, ან რამდენად უახლოეს მომავალში ზუსტად დღე არ და რა ტიპის თანამშრომლობა წარმოგიდგენიათ მათ? ნუ ტიპის თანამშრომლობა მარტივია, როცა საპროტესტო მოძრაობაზე ვსაუბრობთ, ეს ხალხი აქტიურად არის ჩართული ამ აქციების და ორგანიზებაში სწორად ახსენეთ, რომ რა თქმა უნდა არის ხოლმე ამ აქციების ორგანიზებაში აქტიურად ჩართული სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები და მათთან უბრალოდ საქმიანი კუთხით აუცილებელი არის კომუნიკაცია. იგივე მესიჯებზე როცა ვსაუბრობთ, პროპაგანდაზე როცა ვსაუბრობთ,
ამ არხების დასამცირება მოხდა მარტივ მიზეზის გამო, იმიტომ რომ თავარი ღერძი ერთ-ერთი ამ რეჟიმის არის პროპაგანდა და პროპაგანდა აქეთა მხრიდან უფრო შეთანხმებულიც უნდა იყოს მარტო აქციებში არ არის და საგარეო ვიზიტებში ჩვენი ერთიანობის ასე ვთქვათ მიმართულება მათ შორის პროპაგანდასთან საბრძოლოდ უნდა კონდეს ძალიან ასე ვთქვათ აქტიური მუშაობა და სამოქალაქო ორგანიზაციები ამ საქმეში აქტიურად არიან ჩართულები სოციალურ ქსელში არანაკლები ბრძოლის ველია ხომ ხშირად ფაქტობრივად ვიდრე სხვაგან ხო ამიტომაც ამ მიმართულებითაც ბევრი მიმართულებითაც თუნდაც უცხოეთში ვიზიტების კუთხითაც ბევრი მიმართულებით შეიძლება ამ ორგანიზაციებთან და მათ წარმომადგენლებთან ურთიერთობა კი ბატონო, გისურვებთ წარმატებებს. ნახოთ რა გამოგივათ. ირაკლი პავლენიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ჩვენ საუბრობდით ოპოზიციურ ერთობაზე. ჩვენ გვექნება რეკლამა. რეკლამის შემდეგ კი ჩვენ ვისაუბრებთ ირანში მიმდინარე ამბებზე, ასე რომ დაგველოდეთ. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში. ისრაელმა ირანის ექსპერტთა ასამბლეის შენობას დაარტყა, რომელიც ახალი უზენაესი ლიდერის არჩევაზეა პასუხისმგებელიო ინფორმაციას როიტერსის ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანის ექსპერტთა ასამბლეა 88 წევრისგან შედგება და მას ახალი უზენაესი ლიდერის არჩევა ევალება. Fox News-ის ინფორმაციით ისრაელმა დაარტყა მასში განახორციელა, როდესაც ასამბლეის წევრები ახალი უზენაესი ლიდერის ასარჩევად ხმის მისაცემად იკრიბებოდნენ. ასამბლეის შენობა ქალაქ ყუმში მდებარეობს. ანუ იკრიბებოდა ის ასე ვთქვათ უწყება, რომელმაც უნდა აირჩიოს ახალი უზენაესი ლიდერი ხამენეის გარდაცვალების შემდეგ მის ადგილზე ვინ დაინიშნება და სწორედ ამ შეკრების დროს დაარტყა ამ შენობას ისრაელმა. ჯერჯერობით არ ვიცით არის თუ არა სხერპლი, ამაზე ჯერ ინფორმაცია არ არის, სულ ახალი ინფორმაცია. დონალდ ტრამპი ამბობს, ირანს მოლაპარაკებების სურს უკვე გვიანია. მათ საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალების საზღვაო ფლოტი და ხელმძღვანელობა აღარ არის. მათ მოლაპარაკებების სურთ. მე ვუთხარი უკვე გვიანიაო დაწერა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ირანში ოპერაცია სავარაუდოდ 4-დან 5 კვირამდე გაგრძელდება. ამასთან ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის იარაღის შეუზღუდავი მარაგი აქვს და მზადაა დიდი გამარჯვებებისთვის. როგორც შეიძლება გაგრძელდეს ეს ომი და რა მოყვეს მას, ამ თემებზე ვისაუბრებთ და ჩვენი სტუმარი იქნება ვალერი ჩეჩელაშვილი, დიპლომატი, მივესალმებ მას, გამარჯობა ბატონ ვალერი. გამარჯობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და რას ფიქრობთ დღეს რა ეტაპზე არის ეს კონფლიქტი? ახლა ეს ბოლო ცნობები არის სწორედ შენობის დაბომბვის შესახებ. მოლაპარაკებებზე ტრამპი გუშინ ამბობდა, რომ კი თანახმავარ, დღეს თქვა არა, უკვე გვიანია რისო, როგორც ჩანს, მოლაპარაკებები არ შედგება. რა გაგრძელება შეიძლება ამას მოყვეს? ჯერჯერობით ერთი რაზმით წინ არის ომი. მიმდინარეობს ომი. და ჩანს რომ ტრამპმა იმისგან გადაწყვეტილებები მიიღო, რომ რაც აღარ უტოვებს მას ასე ვთქვათ უკან დახევის საშუალებას. ეხლა პროგრამა მინიმუმი, რომელსაც უნდა მიაღწიოს აუცილებლად ტრამპის ადმინისტრაციამ, ეს არის იმ ცნობილი ტრიადის შესრულება, ანუ სამმაგი მიზნის. ეს არის ბირთვული პროგრამის სრული განადგურება, დახურვა. ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განადგურება დახურვა და შეწყვეტა პროქსი ორგანიზაციების მხარდაჭერისა ირანის მხრიდან, როგორც არის ჰეზბოლაჰ და ხამასი მათ შორის. თუ ეს არის პროგრამა მინიმუმი, პროგრამა მაქსიმუმი არის რა თქმა უნდა რეჟიმის ცვლა, მაგრამ პირველი ანუ ამ სამი ამოცანის შესრულება შეიძლება მოხდეს რეჟიმის ტრანსფორმაციის ხარჯზეც. რომელიც პრაქტიკულად იგივე აღარ იქნება რაც იყო აქამდე, ვინაიდან გახსოვთ თქვენ, რომ მთავარი ასე ვთქვათ ლოზუნგების შესახილები თავიდან საერთოდ რომ მოხდა ეს ისლამური რევოლუცია, აცხადებდნენ რომ მტერი ნომერი 1 არის ამერიკა, მტერი ნომერი 2 არის საბჭოთა კავშირი და ამასთან ერთად ისრაელი უნდა განადგურდეს როგორც სახელმწიფო. მე ასე ვთქვათ დაავიწროვეს ეს თავისი პალიტრა ინტერესების რუსეთი ამოაგდეს მტრების რიცხვიდან, ამერიკა და ისრაელი დარჩა, მაგრამ ეს ასე ვეღარ გაგრძელდება. ეხლა ჯერჯერობით არის გაურკვევლობა, იმიტომ რომ ცოტა ასე ვთქვათ თანმიმდევრულობა მესიჯებს, რომელსაც ჩვენ ვიცმენთ ვაშინგტონიდან აკლია, ანუ ხექსეტი და რუბიო ხას უსვამენ იმას, რომ თავარია სამხედრო მიზნების შესრულება და ეს სამი მიზანი, რომელიც ჩამოუთვალე და დანარჩენი ირანის ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. პრეზიდენტი ტრამპი ხან იგივეს ამბობს, ხან ამბობს, რომ
აი ირანის ხალხი, ირანელები ეხლა უნდა აიღონ საკუთარი ბედი საკუთარ ხელში და უნდა გააკეთონ, დაუბრუნონ სიდიადე საკუთარ ქვეყანას. მოკლედ ჯერჯერობით ესეთი გაურკვეველი ვითარება, მაგრამ რესურსების გათვალისწინებით ეხლა არის აბსოლუტურად განსხვავებული წონის რესურსები ერთის მხრიდან და მეორეს მხრიდან, ამიტომ მე ვფიქრობ, რამოდენიმე დღეში მაინც ჩვენ დავინახავთ გარდატეხას ამ მდგომარეობაში და თეირანი დადგება ძალიან რთული არჩევანის გაკეთების წინაშე. ხო, როგორ ჩანს ჯერჯერობით თეირანს აქვს რესურსი, რომ არ ჩამოიშალოს ხელისუფლება, არ ჩამოიშალოს ძალაუფლება, შეინარჩუნოს შიგნით ხელისუფლება და პლუს ომიც გააგრძელოს. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ხა უზენაესი ლიდერი მოკლეს და ბევრი სხვა, როგორც ტრამპი ამბობს, წელი სამხედრო ელიტა გავანადგურეთო, მაგრამ ომს მაინც აგრძელებს ირანი. ხო, აი, ეხლა როგორია ეს რესურსი, ეს რთულია, ესე იგი, აი, მე ბევრ ასე ვთქვათ სპეციალისტს უსმენ, რომლებსაც გაცილებით უფრო კარგად ესმით შიდა ვითარება ირანში ვიდრე მე და ისინიც კი ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს შეფასებებში და მე ვფიქრობ, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა პოზიციას დაიკავებს ირანის სამხედრო ძალები საკუთრივ, რომელთაც მაინც და მაინც კარგი ურთიერთობები ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსთან არ აქვს. ეს გუშაკთა კორპუსი სხვათა შორის არც მაინც და მაინც ძალიან გამაღაზიანებელი ფაქტორია საერთოდ ზოგადად ირანელებისთვის. ამიტომ მე რატომღაც ვფიქრობ, რომ ამერიკელები ამ ოპერაციის დაწყების წინ ალბათ რაღაც ფიგურებზე აკეთებდნენ განსაკუთრებულ გათვლას და ნელ-ნელა ეხლა ამას აამოქმედებენ, იმიტომ რომ რაღაცა ბიძგი უნდა მიეცეს, ასე ვთქვათ, შიგნიდან რეჟიმის პოზიციის შერყევას. და ისე ვფიქრობ, რომ ეხლა დიდხანს ეს ვერ გაგრძელდება, ეს ამისთანა ბალანსირება. რესურსები არის აბსოლუტურად განსხვავებული და ვფიქრობ, რომ რამოდენიმე დღეში სერიოზული გარდატეხა იქნება. ანუ ხო და აი ეს გარდატეხა რაში შეიძლება გამოიხატოს, როგორ გონიათ? აი ორ ვარიანტში რა, ან ერთი ესე იგი მოხდება რეჟიმის ტრანსფორმაცია და ესე იგი გარკვევით და გასაგებად ეს ტრანსფორმაცია უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ ამ სამ კომპონენტზე ფუნდამენტალური და კონტროლირებადი ვარი უნდა განაცხადონ, ანუ ბირთვული პროგრამა, ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და პროქსი ორგანიზაციების მხარდაჭერა საზღვარგარეთ, ან და მაშინ იქნება უფრო რადიკალური ცვლილები. აი ეს მოდი ამ პირველ ამბავზე შევჩერდეთ, ეგ რამდენად საკმარისი იქნება უკვე, ხო, ტრამპა რადგან თქვა უარი მოლაპარაკებებზე, ალბათ ისიც ხდება, რომ ეხა ეგ მხოლოდ რაღაცა პრობლემის გადავადება იქნება, რა, იმიტომ რომ მე მოიკრებს ზალას ეს რეჟიმი და ისევ გააგრძელებს მაგ ყველაფერს. კი, არა, მაგრამ აი ამ ვარში უნდა იყოს ასევე მისი ამ კომპონენტების კონტროლის სერიოზული საშუალებები. რომ ესე იგი შესაბამისად დარწმუნებული იყოს ამერიკის შეერთებული შტატებიც და ისრაელიც, რომ ეს რეალობაში განხორციელდება ეს დანაპირები ირანის, მაგრამ ტრამპი შეიძლება ამას დაჯერდეს იმ შემთხვევაში, თუ აი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში შეირყა ის თითქოს და ერთიანობა, რომელიც ახლა იძერწება ამერიკის პოზიციის ირგვლივ. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ საუდის არაბეთი, გაერთიანებული ემირატები, რომლებიც მაინც და მაინც ახლა არ გამოირჩეოდნენ, ასე ვთქვათ, დიდი მეგობრობით, ხო? ყატართან და ბაჰრეინთან ერთად მაინც მეტნაკლებად ჯგუფდებიან ამერიკის პოზიციის ირგვლივ. თუ ეს გაძლიერდა ეს ტენდენცია, მაშინ ექნება მეტი რესურსი დროის თვალსაზრისით ამერიკელებს, რომ თავის მიზნებს მიაღწიონ ირანში, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა და სხერპლი გაიზარდა ამერიკელების მხრიდან, მაშინ დასაშვებად მიმაჩნია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რეჟიმის ტრანსფორმაციას დათანხმდეს იმ სამი პირობის გათვალისწინებით, რომელიც ჩამოთვალა. ხო, თუმცა ამ ეტაპზე ტრამპი ამბობს, რომ 3-4 კვირა გაგრძელდება და რესურსი ულევი გვაქვს და ასე შემდეგ. ანუ ხო, არ გავჩერდებით მიზნის მიღწევამდე. ხო, მაგრამ ტრამპი ბევრ წინააღმდეგობრივ, ასე ვთქვათ, გზავნილებს აყალიბებს ხანდისხან
მაგრამ ნუ ახლა მეც არ მეპარება ეჭვი და მე მგონი არავის რომ 4 თვირის რესურსი ნამდვილად ეკნება ამერიკის შეერთებულ შტატებს სრულმასშტაბიანი საჰაერო დარტყმებისთვის, ისევე როგორც ისრაელს, მაგრამ აი რამდენი რესურსი აქვს ირანს, მე პრინციპში გულწრფელად ისიც გამიკვირდა უკვე ვიდრე დღემდე რაც გააკეთა ირანი. არ მეგონა რომ ამასაც მოახერხებდა, მაგრამ ნუ შეუზღუდავი ნამდვილად ეს რესურსები არ არის, თანაც ახლა ამერიკელები ხო კარგად აფიქსირებენ და ისრაელის კარგად აფიქსირებს ამ წერტილებს, საიდანაც ხდება გაშვება ამ რაკეტების და დრონების. სხვათა შორის დრონები არის სერიოზული, როგორც გამოჩნდა, ესე იგი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ახლო აღმოსავლეთში გაცილებით უფრო კარგად უმკლავდებიან ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს, ვიდრე დრონებს. და სხვათა შორის ახლა სერიოზულად ლაპარაკობენ, ეს კიმ სტარმერის იდეა იყო, რომ უკრაინელი სპეციალისტები ჩაეყვანათ. უკრაინელებს ჩვენ ვიცით, რომ დაახლოებით 90%-მდე არის აყვანილი მაჩვენებელი დრონების ჩამოგდების. რაც ახლოცაც არ არის ამ პროცენტებთან ახლო აღმოსავლეთში. იგივე მაჩვენებელი და აი უკრაინელების ამ თვალსაზრისით უკრაინელების ჩართვა ამაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, ეგ საინტერესო ამბავია, ხო, აქამდე თუ უკრაინას ჭირდებოდა იქეთ დახმარება, ეხლა შევა. ეხლა უკრაინის დახმარება ჭირდებათ, ხო, იგივე დასავლეთის ქვეყნებს რაღაც ასპექტებში. იმიტომ რომ უკრაინას უნიკალური გამოცდილება აქვს, მე რა მიღებული ეხლა ომობს ეს ხალხი რაც შეეხება დრონების მართვაში, ასე ვთქვა და ამ სისტემების მოქმედებაში და ასე შემდეგ. აბსოლუტურად უნიკალური გამოცდილება უკვე ნატომაც ასე ვთქვათ იმ დრონების ხო ეს ვიცით მთელი ინტერნეტი მოიცვა ესე იგი ამ ახალ ამბავმა რომ 10-მა ოფიცერმა უკრაინის პრაქტიკულად სამხედრო თამაშების დროს 2 ბატალიონის პირობითად განადგურება მოახდინა ნატოსიდან. ნუ ეს არის რეალობა და უკრაინას მართლა უნიკალური გამოცდილება აქვს და დროა ახლა ეს გამოცდილება გამოიყენონ უკრაინელების ასევე ახლო აღმოსავლეთში ეს ამერიკელებს ჭირდება სხვათა შორის. თვითონ სხვათა შორის არ მიუმართიათ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ კიმ სტარმერის ეს მიმართვა უკრაინელებისადმი ალბათ იყო შეთანხმებული ამერიკელებთანაც. ხო, ნუ დონალდ ტრამპი ამბობს რომ კიმ სტარმერით იმედგაცრუებული ვარ რომ რაღაც თავიდან უარს რეუბნებოდა ბაზების დათმობაზე, არ ვიცი ხა მათ შორის როგორ გამითარდება მე მოვლენები. მაგრამ ეს შედეგიც მოიტანა. ამას რო ამბობს პრეზიდენტი ტრამპი, ხომ ეს განცხადება ხო ცარიელ ნიადაგზე არ მოსული, ხო? ეს გარკვეული პერიოდი იყო რაღაც ეს ეტაპი ურთიერთობების ამერიკის შეერთებული შტატების ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, რომელიც არ გამოირჩეოდა მაინც და მაინც დიდი იდილით. და ამაში მარტო ევროპელების ბრალი ნამდვილად არ არის. ამიტომ აქედანაც სერიოზული დასკვნები უნდა გააკეთოს ორივე მხარემ ტრანსატლანტიკური ასე ვთქვათ ორი ბურჯის, მაგრამ ტრამპაც რა თქმა უნდა. ხო, თქვენ უკრაინა ახსენეთ და ზელენსკის განცხადება გავრცელდა ირანში კონფლიქტმა შესაძლოა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოსო. ნუ იმიტომ რომ თავად დაჭირდებათ, ხო, ეხლა ამერიკელებს ეს იარაღი, ტრამპი კი ამბობს ულევი გვაქვს, მაგრამ ნუ არ ვიცით ხა რამდენად ულევი იქნება ეს. მაგრამ ნუ თუ ასე მოხდა, ალბათ სამწუხარო იქნება, ხო, იმიტომ რომ უკრაინას თავისი ომი ისე აქვს რუსეთთან და ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ ფრონტის ერთ მიმართულებაზე კარგი გარღვევა განახორციელეს, არ ვიცი რამდენად დადასტურდა მე ეს. კი, უკრაინელებმა გიდიახ და აიღეს დამატებით, ესე იგი 30 თუ 40 კვადრატული კილომეტრი, მაგრამ ამ მედალს მეორე მხარეც აქვს. შეიძლება უკრაინას შეუზღუდონ რაღაც ეს ობიექტური გარემოებების და გამო შეიარაღები, მაგრამ მეორე მხარე არის ამედლის ის, რომ ირანიც რა თქმა უნდა ვეღარ მიაწვდის ვერაფერს პრაქტიკულად, ვერც რაკეტებს და ვერც დრონებს რუსეთს, იმიტომ რომ თვითონ რა გასაჭირშია ვხედავ, ხომ? ამიტომ ეს ბალანსი მე ვფიქრობ შეიძლება მაინც უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალოს. ანუ მარტო უკრაინას არ მოაკლდება შეიარაღები. მარტო უკრაინას არა, მაგრამ ვინმეს თუ ჭირდება დღეს უკრაინას ჭირდება ახლა. როგორც უკრაინას ჭირდება ისე რომელია მეორე. ანუ ნუ ახლო აღმოსავლეთი გასაგებია. როგორც თქვენ თვით რუსეთსაც შეიძლება მოაკლდეს ხარდაჭერა, ხო? რუსეთს რა თქმა უნდა ახლა ირანს ახლა იმაზეთ კივა თავი. ახლა იმას ფიქრობენ თუ როგორ შეინარჩუნონ თავი, იმიტომ რომ ერთი ესე იგი გუშაკთა კორპუსის ერთი ხელმძღვანელი
გაანადგურეს, დაინიშნა მეორე გაანადგურეს, ასე ვთქვათ, ну, მოკლედ რა, პრაქტიკულად ათეულობით უმაღლესი სარდლობა და ასე შემდეგ ეს რელიგიური ხელმძღვანელობა გაანადგურეს. მოკლედ ახლა ეს ძალიან რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი თეირანი დღეს და ახლა ნამდვილად ატკივათ თავი ახლა რუსეთის პრობლემების გამო. ხა საკუთარ გადარჩენაზე არიან პირველ რიგში ორიენტირებული, რაც სრულიად გასაგებია. კი ბატონო, და ბოლოს აუცილებლად მინდა კითხოთ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე ამ ვითარებაში, იცით რომ გავრცელდა ირაკლი ყობახიძის სამძებრის წერილი, სადაც ის უსამძიმრებს ირანელებს აიათოლას გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს ისრაელსაც იქ დაღუპულების გამო, უსამძიმრებს არაბეთის ქვეყნებსაც იქ დაღუპულების გამო, მოკლედ ყველას უსამძიმრებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ეს ხა სწორი პოლიტიკური სვლა? ყველას რო უსამძიმრებს ეს იყო სწორი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ არისო ბალანსი დაცული და ყოველ შემთხვევაში მე დავინახე რაღაც ნიშნები გადახრის, ანუ სიმპათიების, ყოველ შემთხვევაში ასე ლექსიკაში ამ განცხადების ასე ჩანდა, ხო, ირანის მიმართ. მე ვფიქრობ, ეს ცოტა წინ დაუხედავი რატომ დაგჭათ ასეთი შთაბეჭდილება? ну, იმიტომ რომ ხაზი იყო გასმული იქ იმაზე ვთქვათ უმაღლესი იმის, რა ქვია, ლიდერის სიკვდილთან დაკავშირებულ ფაქტზე და კიდე რამოდენიმეზე ახლა რამოდენიმე სტრიქონი იყო, ასე ვთქვათ, ну, აშკარად, რატომ, ну, მე ასე დავინახე ყოველ შემთხვევაში, მერაბ რომ ისა რაღაცა ესე ვთქვათ, გულისკივილი და სიმპათია უფრო ამოძრავებდა ამ ტექსტის დამწერს ირანის მიმართ, ვიდრე ისრაელის ან ამერიკელების მხარეს და ეხლა მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა თანაგრძნობა ის რომ სამშვიდობიანი ადამიანები დაიღუპნენ და რომ მშვიდობა უნდა დაისადგუროს და ირანელი ხალხი არის ღირსი უკეთესი ბედის და იმედია რომ მიაღწევენ უკეთეს დემოკრატიას, იცხოვრებენ უკეთეს ქვეყანაში და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, აი ამ ლექსიკის კონტექსტში უნდა ყოფილიყო შედგენილი ეს განცხადება და ну მომეჩვენა რომ ეს ასე არ იყო და ხო, ну ბევრმა გამოთქვა კრიტიკა იმის გამო რომ ამერიკელი ჯარისკაცების დაიღუპნენ და თუ ყველას უსამძიმრებდნენ ამერიკელებს რატო არ მიუსამძიმრეს ამ წერილშიო ხო არა ის მე მგონი რომ იმ მომენტისთვის მსხვერპლი ამერიკელების მსხვერპლი არ იყო ჯერ ცნობილი სიმართლისთვის ну სამართლიანობისთვის უნდა აღნიშნოთ მაგრამ ზოგადად მე ვფიქრობ ახლა ძალიან საერთოდ როდესაც ერთის მხრივ ჩემ პოზიციაზე დიდად არაფერი გამოკიდებული არ არის ეს ერთი და მეორე შენი განცხადება აუცილებლად უნდა გააკეთო იმიტომ რომ ეს გამოვლენაა რომ ვერ გაჩუმდები მაგრამ ამ განცხადების შედეგად შენ მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნო შემდგომში საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში შენი მანევრის შესაძლებლობები და ეს მანევრი დღეს ქართული ოცნებისთვის არის ამერიკელებთან რაღაც ურთიერთობების გამოსწორება და როგორც ამბობენ სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში დაბრუნება. და აი ამ მიზნებს ეს განცხადება მე ვფიქრობ რომ არ პასუხობს. და უნდა ყოფილიყო უფრო მოკლე, უფრო ზოგადი და უფრო კომპაქტური. ხო? მე ასე ვფიქრობ. ну შეიძლება ვწდები ახლა ყველას თავისი აზრი. კი ბატონო და ბოლოს ვიდა კითხოთ რას შეცვლის რეგიონში და ჩვენთვის პირადად ის თუ იქ ირანში რეჟიმი დაემხობა. მე ვფიქრობ რომ ეს ჩვენთვის და რეგიონში საერთოდ იქნება შეიქმნა აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება. ახლა რო წარმოვიდგინოთ, ერთი ირანი არის ძალიან დიდარი ქვეყანა. თავისი წიაღისეულის ბუნებრივი რესურსებით, ადამიანური რესურსებით, ну გვავიწყდება რომ 90 მილიონზე მეტი მოსახლეობაა დღეს ირანში და მე ვფიქრობ რომ შესაბამისი პირობების შექმნის შემთხვევაში ირანი ძალიან სწრაფად დაიწყებს განვითარება და დემოკრატიული უსაფრთხო პროგნოზირებადი ირანი თავისი უზარმაზარი ბაზრით და რესურსებით იქნება სერიოზული შესაძენი რეგიონალური სტაბილურობისთვის, კეთილდღეობისთვის და განვითარების პერსპექტივებისთვის და შესაბამისად ამისთანა ირანი იქნება გაცილებით უფრო საიმედო და კარგი
და ძლიერი პარტნიორი სამხრეთ კავკასიისთვისაც, მათ შორის ირანი, რომელიც იქნება თუ მივიღეთ ირანი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების, ეს იქნება ძალიან სერიოზული შენაძენი არა მხოლოდ რეგიონისთვის, არა მხოლოდ დიდი ახლო აღმოსავლეთისთვის, არამედ საერთოდ გლობალურ თამაშიც იქნება აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება და ეს იქნება მორიგ ჯერზე, ასე ვთქვათ, რუსეთის შესუსტება, იმიტომ რომ ერთის მხრივ გაძლიერდება სამხრეთ კავკასია, იმიტომ რომ საიმედო პარტნიორს და საინტერესო პარტნიორს შეიძენს ირანის სახით და მეორეს მხრივ გამოეცლება, ასე ვთქვათ, მეკავშირე რუსეთს, აქედან ყველა გამომდინარე შედეგი სირიისა და ვენესუელას შემდეგ. რიგში ახლა კუბაც არის. კუბას ახლა იმდენი მნიშვნელობა არ ქონდა, მაგრამ ირანი სერიოზული დასაყრდენი იყო. ვინ შერჩება? სამხრეთ კორეა და ასე ვთქვათ, ამიტომ ჩვენთვის ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ასევე საქართველოსთვის, რომ ეს დამთავრდეს რაც შეიძლება უფრო სწრაფად. და ეს არის დამოკიდებული ამერიკელებზე და იმაზე, თუ რამდენად ზუსტად გაითვალეს საკუთარი რესურსები, როდესაც იწყებდნენ ამ ოპერაციას. მე დიდი იმედი მაქვს, რომ კარგად გაითვალეს. გასაგებია, მადლობა დიდი. ვალერი ჩეჩელაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, დიპლომატი. მე გემშვიდობები სულ 1 საათით 9 ხევარზე გადაცემით პოლიტიკური სივრცე დაგიბრუნდებათ.